ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასწავლო კურსი სახელწოდებით ქრისტიანული ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები დასრულდა. პროგრამა საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანისა და საზოგადოება ივერიისას თანამშრომლობით განხორციელდა. ლექციათა ციკლს ფილოსოფიის დოქტორანტი თორნიკე გოგინაშვილი უძღვებოდა. დასკვნითი ღონისძიება სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა. შემაჯამებელი შეხვედრა მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ გახსნა. მან პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დავითიანი როგორც ყოველთვის ამ პროექტის ფარგლებში ზრუნავს ახალგაზრდების განვითარებაზე, ახალგაზრდების სწორ განვითარებაზე, მათი ჯანსაღი ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებაზე. გავლილი კურსის მასალა ახალგაზრდებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მათ ჯანსაღად გაიაზრონ ცხოვრებისეული საკითხები. ვინ ვარ მე? რისთვის ვარ მე? რა არის თავარი ადამიანურ ურთიერთობებში? როგორ უნდა ვემსახუროთ ჩემს სამშობლოს? რა უნდა შევძინოთ ჩემს სამშობლოს თუ ჩემს ოჯახს? მოკლედ, უამრავი ისეთი საკითხი იქნა განხილული, რომელიც ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გასულ წელს საზოგადოება ივერიისას და დავითიანს შორის შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ლიდერთა სკოლის ახალგაზრდებისათვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა ქრისტიანული ბაზისების ელემენტები. ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 30-მდე ახალგაზრდა, რომლებიც უკვე ლიდერთა სკოლაში არიან გადასული, გაიარეს კურსი. 4 თვის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური კურსი იყო. ლექციებს უძღვებოდა ბატონი თორნიკე გოგინაშვილი, რომელიც ძალიან მოირჩევა თავისი მიდგომებით ახალგაზრდებთან. სპეციფიკა ძირითადად იყო ფილოსოფია და ქრისტიანობა. ამ კუთხით ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება, რომ გაეღრმავებინათ ცოდნა, ზოგადად მსოფლმხედველობის შესახებ აემაღლებინათ თავისი ცნობიერება და რაც მთავარია, შეიქმნა გარემო, სადაც ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბებაში იდეოლოგიურად მოხდა დავითიანისა და საზოგადოება ივერიისას შრომის გაწევა, რომელიც ვფიქრობ გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ კარგ შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას აღნიშნული ახალგაზრდების სახით და მე მინდა წარმატება უსურვო მათ ვისარგებლობის შემთხვევით გადავხდით მადლობა საზოგადოება ივერიისას, მის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი თავაძეს, უშუალოდ ბატონ თორნიკეს და ყველა გუნდის წევრს, ვინც ამ პროგრამის განხორციელებაში გვეხმარება. ეს არის გრძელვადიანი პროგრამა და ეს პირველი კურსი იყო. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის გრძელვადიანი ხედვა და წლების განმავლობაში ვფიქრობთ, ბევრ თაობას მიცემს საშუალებას გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილეებს პროგრამის ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს. შეგახსენებთ, რომ ლიდერთა სკოლის პროექტს მოძრაობა დავითიანი ახორციელებს. მასში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის მოუწოდეთ სპეციალური კურსი სახელწოდებით ქრისტიანობის ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები, რომელიც თავის თავში 12 საკითხს მოიცავდა და მოსწავლეებმა შეძლეს ესეთ საინტერესო საკითხების შესწავლა, როგორც არის თუ რა არის მსოფლმხედველობა, სულის არსებობა და მისი უკვდავება, რა არის სიკეთე და ბოროტება. ფაქტობრივად ყველა ის მსოფლმხედველური საკითხი, რაც ადამიანს განურჩევლად იმისა მორწმუნე თუ არ არის მორწმუნე, აინტერესებს სხვავს კითხვას და ადამიანების სხვადასხვა სფეროებში ეძებენ ამ კითხვაზე პასუხს. მე ვფიქრობ, რომ კურსი ძალიან საინტერესოდ განვითარდა, ძალიან კარგი შედეგების დაიდო. ვფიქრობ, რომ ორივე მხარე, როგორც საზოგადოება ივერიისა, ისევე დავითიანი კმაყოფილია ამ კურსით. ეს ყველაფერი აისახა თავად მოსწავლეების მუშაობის ყოველდღიურობაზეც, იქნება შეხვედრები თუ უკვე დასკვნითი გამოსტის სახით მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ. ამ 4 თვის განმავლობაში კურსმა ძალიან ბევრი რამ მომცა. მაგალითად, განმავითარა პიროვნულად, დამეხმარა სხვადასხვა საკითხებში, მსოფლმხედველობის სხვადასხვა ასპექტი დამანახა, დამფიქრა ისეთ კითხვებზე, რომლებზედაც აქამდე არც მიფიქრია. შევიძინე აქ მეგობრები, აქ მიღებული ცოდნა დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გავამადგება. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს შეიქმნა.